იცოდი, რომ უმიზეზო სიძულვილის ერთ-ერთი მიზეზი არის შური? აი მაგალითად, ადამიანი არ გიცნობს, არაფერი იცის შენ ცხოვრებაზე, იმაზე თუ რა ხდება საერთოდ შენ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ გიტანს. გარდა იმისა, რომ ვერ გიტანს, შეიძლება შენზე ჭორაობდეს, ათასსაშინელებას ამბობდეს და ყოველთვის ავლენდეს შენ მიმართ აგრესიას. აი რატომ ხდება ასე? ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ამას ფსიქოლოგები ამბობენ, არის შური. ეს მეც ახლახანს გავიგე, ერთ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე ვიყავი, სადაც რამდენიმე ძალიან კარგი ფსიქოლოგიც იყო და როდესაც ეს თემა გაიშალა, ინფორმაცია, რომელიც მოვისმინე, ნამდვილად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. მოკლედ, ხდება ისე, რომ ადამიანს ყოველთვის მაინც და მაინც შენი ფინანსების ან წარმატების არ შურს. შეიძლება ის შენზე ფინანსურად ბევრად უფრო მაღლა იდგეს და უფრო წარმატებულიც იყოს, უფრო კარგი სამსახური ჰქონდეს, კარიერაში წინ იყოს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ადამიანი ხედავდეს შენში ისეთ თვისებებს, რაც მას არ გააჩნია. ხედავდეს ეს ადამიანი შენში იმ ძლიერ პიროვნებას, რომელიც თვითონ არასოდეს ყოფილა და ვერც ვერასოდეს გახდება. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი აგრესია ზუსტად აქედან მოდის, რომ მას უნდა იყოს შენნაირი პიროვნება. განა ის, რომ მაგალითად შენნაირი სახლი ჰქონდეს, არა, პიროვნების მიმართ აქვს შური, მასაც უნდა რომ შენნაირი იყოს, მაგრამ არ შეუძლია და აი ძალიან ხშირად ეს ვლინდება აგრესიით, სიძულვილით და ვერც შენ გაგიგია საერთოდ რა უნდა შენგან ამ ადამიანს და ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ უტყდებიან. ძალიან მაინტერესებს მსგავსი მომენტები თუ გქონიათ, თუ შეგინიშნავთ, რომ აი ადამიანი უბრალოდ უმიზეზოდ ვერ გიტანთ და თქვენ რას ფიქრობთ ხოლმე ამაზე?